კახი კალაძემ ხმა ქვეყნის ნათელ მომავალსა და ცვლილებებს მისცა ვიცე-პრემიერმა და ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა საკუთარი არჩევანი საირმის ქუჩაზე 64 უბანში გააკეთა. მე ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს, ძლიერ დედაქალაქს, ძლიერ საქართველოს. წელიწადნახევრის წინ გაიმარჯვა ხალხის ნებამ და მე დარწმუნებული ვარ დღესაც გაიმარჯვებს ხალხი, დემოკრატია. დედაქალაქში მერობის კანდიდატებს შორის საკუთარი არჩევანი გააკეთა უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა გიგა ბოკერიამ ხმა საბურთალოს ოლქის 43 უბანზე მისცა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი საარჩევნო უბანზე მარტო მივიდა. ბოკერიას თქმით, საკუთარი ხმა მან ნათელ და უკეთეს მომავალს მისცა. ხალხმა მთავრობა აირჩია იმისთვის, რომ რეალურ პრობლემებთან ებრძოლა უმუშევრობასთან და არა საკუთარი გუნდის კეთილდღეობაზე და ოპონენტების დევნაზე იფიქრა მხოლოდ და მხოლოდ. შეხება მოლოდინებს, მე მაქვს სწორედ ამის მოლოდინი, რომ ჩვენი საზოგადოება სწორედ ამ სიგნალს გააგზავნის და მხარდაჭერას გამოუცხადებს იმ ლიდერს, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომელსაც აქვს რწმენა და უნარი, რომ გააკეთოს საქმე. ხმის მიცემის უფლებით ისარგებლა უკვე ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემაც. საკუთარი არჩევანი მან პეტრიაშვილის ქუჩაზე მთაწმინდის ოლქის მეორე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია, რომ დღეს იმართება არჩევნების მეორე ტური. მე პირადად ხმა მივეცი თბილისის მერს, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და ძლიერი, რომელიც იქნება ანგარიშვალდებული მხოლოდ თბილისელების წინაშე და რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ ქალაქში და ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება იყოს უკეთესი, ადამიანების პრობლემები გვარდებოდეს და თითოეული ოჯახი, თბილისური ოჯახი ცხოვრობდეს უკეთესად მომავალი წლების განმავლობაში.